ვნახოთ ახლა მისი გრძნობები თქვენთან დაკავშირებით, რას გრძნობს დღევანდელი ემოციები. მონატრება აქვს. მონატრება და ორიანი თასი. რა თქმა უნდა, გრძნობა აქვს. მე შემიძლია ვთქვა დღეს, რომ ამ ადამიანს ისეთი ენერგეტიკა აქვს, რომ მართლა სიყვარულით, ემოციით, ენთუზიაზმის ვერ ვიტყვი, ხა მთვარეთ ენთუზიაზმი ნურას უკაცრავად, მაგრამ მონატრება აქვს ამ სიყვარულს არ ვიცის რა უქნას. იმიტომ რომ აქ მაინც ისეთი მომენტია, ბევრისთვის უსიამოვნო ფაქტებია მომხდარი და რეალურად ის სიყვარული ახლა ამ სიტუაციაში ნაღდათ არასწორებს მისთვის. მაგრამ გრძნობა აქვს თქვენს მიმართ. პირველი რაც უნდა, ის არის, რომ რაღაცა შეივსოს თქვენთან შეხვედრა უნდა და მოკლედ მე რა ვიცი რა, როგორი შეხვედრა იქნება, გააჩნია. ეჭვიანად, სულ გიყურებთ. მაგრამ არაფერს არ აკეთებს. აი ასე, ჩამოკიდებულია თან. გეგმა არა აქვს. ანუ ეს როგორი გრძნობა და სიყვარულია, იცი რომ მივეჩვიეთ, რომ აი ასე ვარ და არაფერს არ ვაკეთებ. ყველას თავისი ისტორია აქვს, მაგრამ მე მაინც არ უძებნი ამ ყველაფერს გამართლებას. ნამდვილად თუ გინდა, უნდა გააკეთო, იმიტომ რომ ცხოვრება გადის. მე ხო გელოდები არა. ამიტომ აქ დროს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. შემიძლია ვთქვა, რომ გიღებთ ამ სიყვარულს ლოდინი. ორიანი პენტაკლი, თქვენს არჩევანში უნდა იყოთ ტუზი პენტაკლი. ისეთი უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, რომ თქვენთვის უნდა იყოს ყველანაირად სასარგებლო, აუცილებლად სასარგებლო. შეიძლება ადამიანს უყვარდა ისე როგორც შეუძლია, ხო, მაგრამ არასწორი ტიპაჟი იყოს და მაგალითად თქვენ ხა, მაგალითი რო თქვა, ხა ეს ძველი ბიჭია, ხო, ძველი ბიჭი მაინც ქუჩას არჩევს. კი უყვარ ხარ შენ, მაგრამ როცა მოვა სახში თუ მოვა, რა თქმა უნდა. კი ეყოლები სახლში. ანუ ასეთი სიყვარული შეუძლია, მაგრამ უფრო უყვარს ქუჩა, ხო ასეა? ანუ აქედან გამომდინარე, თქვენ კარგად უნდა აწონდა გააკეთოთ არჩევანი, როგორ ტიპაშია? იქედან გამომდინარე, თქვენთვის უნდა იყოს სასარგებლო. ანუ აწონდა ეთლათ ისე კარგად არ გიღირს ისე ეს ადამიანი, რო თქვა ახლა. არ გიღირს და შენს გეჭვი გეპარება. ანუ რანაირი სიყვარულია ხალხთან ალბათ ვიკითხულობთ, მაგრამ რანაირი სიყვარულია. ხო, აი რანაირი სიყვარულია ვიკითხოთ, აბა რანაირი სიყვარულია სიკვდილს არ განიხო. რანაირი სიყვარულია და ძალიან მტკივნეულია. სიყვარული, რომელიც ძალიან ლამაზად იწყებოდა და მერე თავისთავად ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა და წესით ამას იტყობოდა ყველაფერი კოჭებში. მაგრამ ყველაფერი იყო დაიგნორებული ან შეუმჩნეული. შესაძლოა, იმიტომ რომ აქ ძალიან ისე ვთქვათ, ცხელი ვნება იყო. არჩევანი არ გაკეთდა. არჩევანი არ გაკეთდა სასარგებლო ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. აი ეს. მაგრამ გოგონებო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე არ იქნება. თუ ადამიანი ოჯახშია, თუ მას სტაბილური ურთიერთობა აქვს, გამორიცხე, როგორი სიყვარულიც არ უნდა იყოს, არჩევანს არ გააკეთებს ამ სიყვარულზე. თუ ადამიანი თავისუფალია, ამ სიყვარულს უნდა მოაქვს როგორ რაღაცა, იცი, ანუ შემდეგი ნაბიჯი ხომ მიყვარხარ და უკვე უნდა გადავიდეს ეს რაღაც გადაწყვეტილებაში, ხო? გადაწყვეტილება ამ ადამიანს არ სურს. რადგან სტაბილურობა რატომღაც და ეს ოფიციალურობა ამძიმებს და ტკივილს აყენებს, ხო? იფიქრებს ისე ამაზე, მთლად გადაწურული თემა არ არის, რომ არ იფიქროს ამაზე, იფიქრებს, მაგრამ არსად არ ეჩქარება. თქვენ თუ გეჩქარებათ, გოგონებო, ამას არ ეჩქარება. ესე იგი მაინც ორ ადამიანში არ უნდა იყოს ასე განსხვავებული ენერგიები. არ მითახვებით? ეს იწვევს მე დისკომფორტს, ძალიან ბევრ კითხვებს და სადაც ძალიან ბევრი კითხვებია, იქ უკვე აფერი არ გამოდის მართლა. იმიტომ რომ მაინც რანაირი თაობაც არ უნდა წამოვიდეს. მამაკაცი, შეიძლება მამაკაცი. მასია მაინც ბოლო სიტყვა, ამიტომ თუ არაფერს არ გააკეთებ, იცოდინება შენ თავის ფასი, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ძალიან კარგად. ამასთან თუ არ იქნება, ახლა ყველაფერი კარგად, სხვასთან ხო იქნება ყველა ვარიანტი. თუ მაინდა-მაინც ბევრმა იცით ასე თქმა, რომ არა, მე მაინდა-მაინც ამასთან მინდა. ხო და ამასთან არ გამოდის ეს ასეთია და რანაირად გინდა, ანუ ეს მინდა და ეს ბავშვური მინდა, ამასთან საუმშაო გაქვთ. იმიტომ რომ მე დარჩები გულნატკი. იმიტომ ეს მინდა არ გამოჩი, უნდა გინდოდა შენი ბედნიერება.
და უნდა გრუბატურკა გეკიდოს ვისთან იქნება და ვისთანაც ბედნიერი იქნები ზუსტად ის გენდომება მე რაღაცა ძალიან ბუნებრივად იმიტომ ნუ ჩაიციკლებით კონკრეტულად ამ ადამიანს ვინც სახვეწე გოგონები მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით